გამარჯობა მეგობრებო, ვლოგების არხზე მოგესალმებით და დღეს გვექნება განსხვავებული ვიდეო. უნდა დაგათვალიერებინოთ ჩემი ახალი ბინა. წავედით. ეს არის მთავარი საძინებელი მეგობრებო. ესე გამოიყურება, აქეთ აივანზე გასასვლელია. აქეთ ამ საძინებელს აქვს გარდერობი თავისი და აქვს თავის სველი წერტილი, ეხლა აქ აღარ შეგახედებთ, სიბნელეა. აქეთ არის, ეს არის მეორე სველი წერტილი. აქეთ გვაქვს საძინებელი მეორე, ამას იქიდან აქ გასასვლელი აივანზე და აქეთ გვაქვს კიდევ ერთი საძინებელი. ეს საძინებელი დიდი ალბათობით იქნება ჩემი კაბინეტი რა. YouTube ოთახი უნდა მოვაწყო აქ. ეს არის მისაღების სივრცე. ესე გამოიყურება, აქ სამზარეულო გაკეთდება და აქეთ იქნება სავარაუდოდ ტელევიზორი, აქეთ სავარძელი. ძალიან მომწონს მოკლედ ბინის ეს ნაწილი, საკმაოდ ნათელი სივრცეა. თუმცა მთავარ ღირებულებას რაც ძენს ამ ბინას არის ჩემი აზრით ვერანდა რა. ჯამში ეს ბინა არის 260 კვადრატი და აქედან ვერანდა არის თუ არ ვთქვი 110 კვადრატი. და მთელი ბინის გარშემოა მოკლედ ეს ჩვენი ვერანდა. და გავიდეთ ახლა ვნახოთ. გამოდიხარ, მოდი ჯერ აქეთა ნაწილი ვნახოთ. ხო, აქ კეთდება ძალიან მაგარი რაღაც რა, ეს გავაკეთეთ ახლა კონსტრუქცია. და ეს მერე უნდა შეიმინოს რა, შუშით შეიმინება და შიგნიდან ექნება შემოსასვლელი რა, ჩვეულებრივ ოთახი იქნება, ოღონდ შუშის. საზაფხულო სივრცეს ეძახიან თუ არ ვთქვი. და ძალიან კარგი სივრცე იქნება მოკლედ ჩემი აზრით. თან ამხელა ვერანდა ახლა არ გვჭირდებოდა და გადავწყვიტეთ რომ ესეთი საზაფხულო სივრცე გაგვეკეთებინა აქ და აი რენდერსაც ამოვანათებ სადღაც. და ესეთი იქნება რა მოკლედ. აქეთ რა გვაქვს? ხო, აქ ეს ვერანდა გრძელდება და საძინებლებიდან აქვს გამოსასვლელი რა. ეგ არის. ეხლა იქით ამ მხარეს გავიდეთ. ბინას მოკლედ სრულ ყოფილებას ძენს აი ეს ნაწილი რა. ხედები მომწონს ძალიან მოკლედ აქედან. ერთადერთი ეს ძალიან პატარაა, ნახეთ რა პატარაზეა. აქ ნასვამი რო იყო შეიძლება გადავარდი აქედან. ამიტომ მოგვიწევს რომ ავამაღლოთ ეს მოაჯირები ან შუშით, ან რკინით, რაღაცას ვიზამთ აქ. აქეთ ამ მხარეს გვაქვს ასეთი სივრცეა, აქ მთავარი საძინებლიდან მოკლედ აქ გამოდიხარ, აქაც რაღაცა სივრცეს მოვაწყობთ, აქ დავდგამთ სავარძელს, ან რაღაცას არ ვიცი, შეიძლება გადავხუროთ კიდეც და მოკლედ საინტერესო საზაფხულო სივრცეს მოვაწყობთ აქ. აი აქ ამონათდება თუ როგორი იქნება დიზაინერის მიერ ნამუშევარი, რენდერები. რემონტი უკვე დაწყებულია მეგობრებო. გაკეთდა ესე იგი სტიაშკა, ეგრეთ წოდებული სტიაშკა. ავყარეთ, იმიტომ რომ უნდა გავაკეთოთ იატაკქვეშა გათბობა. მთელს ამ ჩემს სარემონტო გამოსვლებას მოკლედ გაგიზიარებთ ვიდეოების სახით. ხო, ამ ვიდეოში ახლა წყალგაყვანილობასაც და გათბობასაც ყველაფერს ნახავთ, ხვალიდან უკვე ვიწყებთ და მაგ ყველაფერს გადავიღებთ და გაჩვენებთ. ბოლომდე მოკლედ რაც კი გაკეთდება ამ ბინაში და როგორც გაკეთდება, სადრას ვიყიდით, როგორ ვიყიდით, ყველანაირ რჩევებს გაგიზიარებთ და მთელს ჩემს გამოცდილებას მოკლედ გაჩვენებთ ვიდეოების სახით. რაც შეეხება შიდა ინტერიერს, უკვე დიზაინი გაკეთებულია, რენდერებიც გვაქვს და აი აქ ამოვანათებ ამ რენდერებს. ძირითადი ნაწილი მოკლედ ამ ოთახების და ამ საერთო სივრცის ესეთი იქნება, რაღაცა მცირე დეტალები შეიძლება შევცვალოთ. კარის ფერზე იყოს საუბარი, შეიძლება კარის ფერი შევცვალოთ და რაღაცები შეიძლება მცირე ცვლილებები გქონდეს რა. პირველ რიგში დავიწყოთ მოდი გათბობით და წყალგაყვანილობით რა. ხვალიდან ვიწყებთ ამ ყველაფერს და გაჩვენებთ ახლა მაგასაც. ესე იგი მოვედი მეგობრებო, კომპანია ლიდერ კლიმატში, რომელიც იზრუნებს ჩემი ბინის გათბობაზე. აქ მოვედი, იმიტომ რომ ერთ-ერთი საუკეთესო კომპანია ამ კუთხით, ამ მიმართულებით ძალიან დიდი გამოცდილება აქვს და აქვთ ძალიან ხარისხიანი მასალა. მოკლედ ზურა არის ამ კომპანიის დამფუძნებელი და აი მირჩია
ეს ბრენდი, რომელიც როგორც ვთქვი, ექსკლუზიურად მარტო შენ გაქვს, ხო? ჩვენ ვართ გერმანული კომპანია HITS-ის ოფიციალური წარმომადგენლები. ამ კომპანიის პროდუქციის, ყველანაირი პროდუქციის ექსკლუზიური შემოტანის ამიერკავკასიაში ჩვენ კომპანიას გააჩნია. ჩვენ კომპანიას აქვს ფართოდ წარმოდგენილი როგორც წყალმომარაგების, ასევე იატაკქვეშა გათბობის დეტალები. ეს არის გამანაწილებელი კოლექტორები, რომელიც არის შესრულებული საკმაოდ მაღალი ხარისხით. ვიზუალიზაციად ყოველ შორის რომ დაახარისხიანი. აი მეგობრებო. მართლა დაახარისხიანია. ლიდერ კლიმატი თქვენი ბინის პროექტს გაგიკეთებთ, აი ხა აი კადრები არის, ეს არის ჩემი ბინის გათბობის პროექტი. აი გაჩვენებენ რა ყველაფერს რა როგორ გაკეთდება დეტალებში და აი მაგაზე მინდა ეხა რომ ზურამ ილაპარაკოს თუ რატო არის კარგი იატაკქვეშა გათბობა. ყველაზე მნიშვნელოვანი, რასაც ვამახვილებთ ხოლმე ყურადღებას, რომ იატაკის გათბობის სისტემა არის ეკონომიური. მოძრაობს ბევრად დაბალ ტემპერატურული წყალი, შესაბამისად ქვაბის დანახარჯის ნაკლებია. ანუ ყოველთვიურად იატაკის გათბობის შემთხვევაში დაახლოებით 20%-იან ეკონომიას აკეთებს ბინამოსა მეპატრონე. იატაკის გათბობას აქვს კიდევ ძალიან დიდი პლუსები. შეგვიძლია რომ ზონებად დავყოთ სახლი, ანუ ოთახები სახლში. ერთ ოთახში თქვა დავაყენოთ 20 გრადუსი ტემპერატურა, მეორე ოთახში 24, მესამეში 19 და ასე შემდეგ. ნებისმიერ ოთახში შეგვიძლია ინდივიდუალურად მართვით. ასევე იატაკის გათბობას აქვს აპლიკაციით მართვის საშუალება. თუ მოგზაურობა გიყვარს და სახლიდან ხშირად მიწევს თუ გიყვარს მოგზაურობა, მაგ შემთხვევაში შეგიძლიათ ნებისმიერი ქვეყნიდან, სადაც ინტერნეტს დაიჭერთ, ეს დაკავშირებულია სახლის ინტერნეტთან და ნებისმიერი მსოფლიოს წერტილი და შეგვიძლია დაუწიოთ, თუ წასულები იქნებით დიდი ხანი სახლიდან, შეგიძლიათ რომ ჩაუწიოთ იმ მომენტში, რომ გაზის წვა იყოს ნაკლები. ან საერთოდ გამორთო, საერთოდ გამორთო, კი ბატონო და სადღაც წამოსვლიდან აეროპორტში შეგვიძლია ჩართოთ და სახლში რომ ჩამოხვდეთ, უკვე გამთვარი სახლი დაგხვდება. აი ეგ კი ნახოთ გამომადგება. და დაახშირად. არსებობს სტერეოტიპი საქართველოში, რომ იატაკის გათბობა არის ჯანმრთელობისთვის ძალიან პრობლემური რა. პრობლემებს იწვევს იატაკის გათბობა ნამდვილად, თუ იატაკი ცხელდება ზედმეტად. ეს არის ხარჯმზომიანი კოლექტორი, რომელიც გამოიგონეს სპეციალურად იატაკის გათბობისთვის. ფასის შემცირების ხარჯზე ხშირად იყენებენ ჩვეულებრივ კოლექტორს და არანაირი მართვის პულტებს არ აყენებენ. იატაკის გათბობა იწყებს ძალიან მაღალ ტემპერატურაზე გათბობას და ამის ხარჯზე მერე ადამიანს შეიძლება შეექმნას ჯანმრთელობის პრობლემები. მაგრამ თუ მართავთ ჩვენ იატაკის გათბობას, გვიყენია სპეციალური გამანაწილებელი კოლექტორი და ოთახის თერმოსტატები, რომელიც თვითონ არეგულირებენ ოთახში ჰაერის ტემპერატურას, მაგ შემთხვევაში დამტკიცებულია ყველანაირად, რომ არანაირ პრობლემას არ იწვევს საერთოდ. ზურა დამეხმარა, ეხა ავარჩიეთ საუკეთესო მასალა და თავად ბინაშიც რა თქმა უნდა გაჩვენებთ მუშა პროცესს, როგორი გამოვა ეს იატაკქვეშა გათბობა, რაც ეხა პროექტში ვნახეთ. მე ძალიან მაინტერესებს. ამ კომპანიის Facebook გვერდი რა თქმა უნდა იქნება აღწერაში, აი ნომერიც ამონათდება მარტივად რომ შეძლოთ დაკავშირება. ხო, კიდე იმის თქვა მინდოდა რომ ეს არის კომპანია რომელიც ძალიან მსხვილ სამშენებლო კომპანიებს ამარაგებს მოკლედ აი ამ მასალით რაც აქვთ და ერთ-ერთი უმსხვილესი სამშენებლო კომპანია გახლავთ Leader Development-ი. ასე რომ თუ კი გსურთ ხარისხიანი გათბობა და ხარისხს ანიჭებთ უპირატესობას, ჩემი რჩევა მოგზანდეთ აქ. გავიდა მეგობრებო უკვე რამდენიმე დღე და რაღაცები გაკეთდა ეხა ამ ბინაში და მოდი გაჩვენებთ. ხო, როგორც ხედავთ, დაწყებულია იატაკქვეშა გათბობის კეთება, დაწყებული არ ქვია, მას პრინციპში უკვე მთავრდება და როგორც ხედავთ, საკმაოდ სუფთად ლამაზად კოხტად არის გაკეთებული. აი აქეთ ნელა ძმა მეებს არ დაადგა ფეხი. აი ნახეთ, აქ უკვე დაქსელვაც არის დაწყებული. მართლა ძალიან გულიანად, კარგად და ხარისხიანად მუშაობენ და რა ვიცი, ძალიან დიდი მადლობა ლიდერ კლიმატს ამ კომპანიას. მიხარია რომ ესეთ კარგ კომპანიაზე შევაჩერე არჩევანი რა. ძალიან სწრაფ ტემპში გაკეთა მოკლედ ყველაფერი. უბრალოდ ეხლა გავჩერდით, იმიტომ რომ აი აქ ეს უნდა აიყაროს
და აქაც უნდა გაკეთდეს იატაკქვეშა გათბობა რა. მოკლედ რამდენიმე დღეში გაჩვენებთ ამ ყველაფერს. რამდენიმე დღეში კი არა, პრინციპში თქვენ უკვე ნახავთ. რამდენიმე დღე გავიდა მოკლედ და დასრულდა ჩვენი გათბობა და ეს უნდა გაჩვენოთ ეხლა წინაზე რო გითხარით. აი ამას ველოდებოდით. აქაც ამოვჭერით და აქაც საყენდა იატაკქვეშა გათბობა რა. ანუ ეს ოთახიც ორანჟერია ქვია, მე მგონი, ზუსტად არც ვიცი. საკმაოდ ისეთი თბილი იქნება და თან იქნება სულ შუშის რა. ხო, კიდე ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რაღაც უნდა გითხრათ. ეს მილები, რითიც გაკეთა ეს იატაკქვეშა გათბობა არის გერმანული ბრენდის ჰიტსის მილები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ხარისხიანი პროდუქცია და როდესაც იატაკქვეშა გათბობას აკეთებ, აუცილებელია რომ ეს მილები იყოს ძალიან ხარისხიანი. მთელ სახლში ესე დაქსელილია და ქვაბი დგება უკვე აი აქ კუთხეში რა, აივანთან. აი აქ დადგება ქვაბი და მოდი ზურა რაღაცებს გვეტყვის ახლა რაც მნიშვნელოვანია. მოკლედ, სოსო შენთან დამონტაჟდა უახლესი მოდელის იატაკის გათბობის სისტემა, გერმანული ბრენდის ჰიტსეს ფირმის, ასევე დამონტაჟდა Wi-Fi-ის მართვით თერმოსტატები, აპლიკაციის მართვით გექნება, საიდანაც გინდა, როცა გინდა, შემოხვალ აპლიკაციაში და ნახავ რა ტემპერატურა გაქვს ოთახში და ნებისმიერი მსოფლიოს წერტილიდან არეგულირებ ყველა ნებისმიერ ოთახში ინდივიდუალურად ტემპერატურებს. ასევე დაგიმონტაჟეთ ფილტრი, რომელიც დაიცავს შენ სისტემას დაბინძურებისგან, სამწუხაროდ კი ხედავ რა მდგომარეობაშია და უკვე დაბინძურებულია, 2 დღის დაყენებულია. ასევე დაგიმონტაჟეთ ინდივიდუალური მართვის სისტემა, არ გექნება სახლში ყველა ბაზანაში ცალკე ჩამკეტი ვინტილი, ერთ სივრცეში გექნება ეს ყველაფერი მოწყობილი, რაც სამართავად მომავალი ექსპლუატაციისთვის საკმაოდ კომფორტულია. ანუ ეს არის მთელი მთელი სისტემა. რაც არის კი. ხო, პროექტია. სქემა ყველაფერი აბსოლუტურად გეგმავს. კი, ეს რაიცი რა ხდება. ხო, სად რა მილი გადის, როგორ გადის, რა კვეთით გადის, ყველაფერი წერია რა. ძალიან დიდი მადლობა, მოკლედ. ძალიან გაასწორა შენთან თანამშრომლობა. გავიდა კიდე 2 დღე მეგობრებო და უკვე როგორც ხედავთ, იატაკით მოიჭიმა, დაისხა ეგრეთ წოდებული სტიაშკა. ესე იგი, მოკლედ მოვრჩით გათბობას, წყალგაყვანილობას, ვისთვისაც ძალიან დიდი მადლობა, რა თქმა უნდა, ლიდერ კლიმატს. გადავდივართ მოკლედ შემდეგ ეტაპზე, ნელ-ნელა ალბათ ელექტროობაა შემდეგი ეტაპი და რა თქმა უნდა, ისევ შემოგთავაზებთ ვიდეოებს. ამ ვიდეოს ახლა აქ დავასრულებთ. იმედი მაქვს შემდეგ ვიდეოში ბევრად მეტი რაღაცა გვექნება გაკეთებული და იმედია თან მალე დაიდება შემდეგი ეპიზოდი. დღეისათვის სულ ეს იყო. შევხვდებით შემდეგ ვიდეოში. დროებით.